საქართველოს ნაკრები ირლანდიასთან ისევ დამარცხდა შეხვედრის ერთადერთი ბურთი 69 წუთზე ჯონათან უოლტერის ანგარიშზეა. ბოლო 10 წუთი საქართველოს ნაკრებმა მოედანზე 10 ფეხბურთელით დაასრულა. ჯგუფის მეორე შეხვედრაში შოტლანდია გერმანიასთან 2-3 დამარცხდა. პოლონეთმა კი გიბრალტარს 8-1 მოუგო. ჯგუფს გერმანიის ნაკრები ლიდერობს, პოლონეთი მეორე ადგილზეა. ჩვენი მიზანია ყველაზე მთავარი რაც არის ჩვენ ნახეთ რომ აბსოლუტურად სწორად შეგვიძლია ესეთი დონის გუნდებთან თამაში და გამარჯვება შეგვიძლია როგორც არის შოტლანდია და ირლანდია ჩვენ სწორ გზაზე ვდგავართ და უბრალოდ ერთია რომ ჩვენ კიდე ბევრი უნდა ვიმუშაოთ და დარწმუნებული ვარ რომ ჩვენ პროგრესი გვექნება და ის მთავარი მიზანი რაც არის ჩვენ შემდეგ შესარჩევში ჩვენ ამას მივახცევთ. პირველი ტაიმი ძალიან გავარდით თავი. არ მივეცეთ არანაირი შანსი, საკუთარი მომენტი არ გავუკეთებიათ. მეორე ტაიმში იყო რაღაც ხარვეზები დასაწყისში, მერე ვითომ გამოვასწორეთ. მაგრამ სამწუხაროდ მივიღეთ ესეთი დასანანი გოლი, იმიტომ რომ რომელიც დიდ დონეზე არ უნდა გადიოდეს, იქ მომენტი კონცენტრაცია გმართებს. ფედასრულება შეგვეძლო, მაგრამ ფრეზე არ ვთამაშობდით. უფრო მეტი გვინდოდა რაც ჩვენ შოტლანდიასთან შევძელით და შეგვეძლო უფრო კარგად გაგვიგრძელებინა ვიდრე მეორე ტაიმი. პირველი ტაიმში მომენტებიც ჰქონდა, მომენტებით შევქმენით და ჩემი აზრით 50-50-ზე იყო პირველი ტაიმი. მეორე ტაიმში ცოტა გვაჯობეს, ცოტა უფრო მეტი ჯანი ჰქონდათ.